ბათუმიდან ფოთში წამოვედით და პირველი რესტორანი, რომელიც შეხვდა, არის რესტორანი იასონი, ყოფილი იმერული ეზო. რესტორან იასონში შემთხვევით არ მოვსულ ვართ. აი, ნახეთ როგორი წერილები მივიღეთ ჩვენს Facebook გვერდზე. მოგესალმებით, ფოთში რესტორან იასონში მიბრძანდით კატასტროფაა. სიბინძურის ბუდე. რამდენჯერ მოგწერეთ და რატო არ მიდიხართ? კიდევ ერთმა ტურისტმა უცხოელმა მოგწერა, რომ აქ არასოდეს არ შემოხვიდეთ, სტუმართმოყვარეობა არ იციან, გაყინული ხორცი მოგვიტანეს და საერთოდ სულ სხვა შეკვეთა. აი, დაახლოებით ესეთი ნეგატიური წერილები მივიღეთ მომხმარებლებისგან. და მიუხედავად იმისა, რომ ამ რესტორანში ვიყავით ადრე რამდენიმე წლის წინ, მაშინ იმერული ეზო იყო, გადავწყვიტეთ, რომ უნდა მოვსულიყავით მეორედ. ეზოა, აი რა გითხრათ, აი ახლა სიმართლე გითხრათ, აქ რო ბალახი ყოფილიყო, ალბათ ჯობდა, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ძველი ხალიჩა, პალასი რა არის, არ ვიცით, უკვე გაცვეთილია. ნახეთ, ფეხი წამოუკარი კიდევ, კარგი რო არ დავეცი. თუმცა არის მცდელობა, რომ გაალამაზონ, მოაწესრიგონ, რაღაც დეკორაციებიც არის, აი ესეთი რკინის, ლითონის ეტლებია და ალბათ აქ მაგიდებიც არის, ნუ უფრო ზაფხულში და შესაბამისად ჭრდილში სხეთხართ და მიირთმევთ კერძებს. აი, შემოსული არა ვართ და ეს არის მაცივარი, ნახეთ. მაცივარზე რა არის? ეს არის ტარაკანა. აი, აქაც ნახეთ, აი აგერაც ტარაკანა, ნახეთ, აი, ტარაკანა. სიბინძურე შეხედეთ, მაცივარში როგორი სიბინძური არის. საშინელი სიბინძურია. პროდუქტების ვარგისიანობა გაურკვეველია, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაფერს არ ეწერია ვადები და ყველგან არის ზე ანტისანიტარია. აქაც ჩალეწილია ყველაფერი, ნახეთ. აი როგორი მოუწესრიგებელია. აი ამას შეხედეთ, ეს დაჭრილი. ეს ნარჩენები, არ ვიცი ხა, ეს ახალია თუ მობრუნებულია, ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში ძალიან ზე ანტისანიტარია. აი, ჩაყინული ტარაკანა. ყველგან ტარაკნები აბსოლუტურად. ძალიან მწუხვა. ძალიან ბინძური ობიექტია. კარგად ვიცით, რომ არაფერ შემთხვევაში არ უნდა იყოს სარეცხი მანქანა სამზარეულოში. სარეცხი მანქანა უნდა იყოს ცალკე სივრცეში. ნუ ნიჟარას რა გითხრათ, აი თქვენ თვითონ ნახეთ, თქვენ თვითონ მიიღეთ გადაწყვეტილება და თქვენ თვითონ დააკომენტარეთ, მე კომენტარსაც ვერ ვაკეთებ. აი აქ ჭუჭყი ნახეთ, როგორია, აი ყველგან ნახეთ და აქ პირდაპირ პროცესი მიმდინარეობს და საჭმელი კეთდება და აი აქ ნახეთ რა მდგომარეობა, ხელიც არ მინდა მოვკიდო, იმიტომ რომ დენი არის და პრინციპში ეს ქალბატონებიც ვერ დაალაგებენ, ამას ვერ მოკიდებენ ხელს, ეს უშუალოდ უნდა იყოს შეფუთული და უნდა იყოს ისე რომ რა თქმა უნდა მესმის სწორადაც გეშინიათ, აი მეც ვერ მოვკიდა ხელი, ხა მინდოდა რომ გადმომეფერთხა იმდენად სიბინძური არის, მაგრამ ნამდვილად ვერ შევეხები, იმიტომ რომ დენის ბუდე არის. არაკნების წამალია? რაღაცა ვერ გეტყვი რა არის. რაღაცა პატარა ტრონჭელი ისინია და ვერ გეტყვი არ ვიცი. რა გამიკვირდა იცი, მართლა აი ბავშვს გეფიცები. აი ნიორი რო გავარჩიეთ, ნიორი შიგნით ამოყვა. ნიორი, იმიტომ რომ ხო, რაღაცა უსწორი და მე ალბათ იცი პატარა ტარაკნი კი და მე იზრდებიან, კი ბატონო. კი ბატონო. ნიორი რო გავარჩია, ამოყვა. კი ბატონო, მაგრამ აი კედლებია დასაწმენდი საშინელ მდგომარეობაშია, ეს როდესაც ჩამოცვენილია, ეს არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ცვენა არ უნდა მიმდინარეობდეს. და კონდენსატი არ უნდა იყოს არცეთ ლოგიკით, მაგრამ მოსაწესრიგებელი მაინც არის, იმიტომ რომ ღია პროცესი აქ არ მიმდინარეობს. უშუალოდ ზეთის დამუშავება, აი ზეთში შეწვა აქ არ ხდება, აი ამ ქურაზე ხდება ძირითადად, საღამოობით იწმინდება და ირეცხება, კი ასე მეუბნებიან, მაგრამ მოდით ვნახოთ კედელი რა მდგომარეობაშია, აი კედლის მდგომარეობა ვნახოთ, აი სარკმლის მდგომარეობა ვნახოთ, ეს ტილოები, აი ეს სანელებლები რაშიც არის, ნახეთ, აი ეს მდგომარეობა, აი აქ შეხედეთ რა მდგომარეობაა, ნუ ამას ახლა მილაგებოს ნამდვილად ვერ დავარქმევ. აქ არის სუფთა ჭურჭელი განლაგებული და მოდით ეს ტერიტორია ვნახოთ. ეხლა როდესაც უკვე ტარაკანა ვნახეთ თავისთავად მეშინია და ხელს ვერაფერს ვერ კიდებ. აი ამას შეხედეთ, აი ეს არის ხელის ტილო, რომელთაც ხელს იმშრალებენ, ესეც გამოსაცვლელი აუცილებლად, აი აქ ვნახოთ რა მდგომარეობაა.
უქვევითაც გასაგებია, რომ აი მტვერი და ნაგავია, როდესაც ამდენი არის, თავისთავად ტარაკანაც იქნება, კაფების მდგომარეობა ნახეთ და აი აქ როგორი მოსაწესრიგებელია ყველაფერი. აი ნახეთ ბაღია გაშენებული, არის მცდელობა, თუმცა ისევ და ისევ ვამბობ. თუ კი ბაღია, უნდა იყოს ალბათ ბუნებრივი, ნამდვილი ცოცხალი მცენარეები. აი ეს ხელოვნური კედელია, ნამდვილად არ არის ცოცხალი ყვავილები და ესეც პლასმასია. აქ ალბათ უნდა ჩამოჯდეთ, თუმცა არ ვიცი, ისეთი ძველია ის მოყანყალებული სკამირა, ფოტო გადაიღოთ ალბათ. უბრალოება ახასიათებს ამ რესტორანს, მაგრამ მოდით შევიდეთ დარბაზშიც. ეს არის იასონის დახურული დარბაზი. ანუ ცივ სეზონში, ზამთარში შემოდგომაზე, რა თქმა უნდა, ამ დარბაზს იყენებენ, როგორც თვითონ რესტორნის პერსონალი აცხადებს, რომ ძირითადად საბანკეტო დარბაზია, ანუ შეკვეთაზე მუშაობს, მაგრამ ხედავთ, რომ გაშლილია, აგერ სუფრა და სამზარეულო მუშაობს, კერძებს ამზადებენ, შესაბამისად აქ ხალხი შემოვა და მიირთმევს საჭმელს. აი რა გითხრათ ახლა, ყველაფერი ძალიან უბრალო, ეტყობა რომ ძველია, აი ნახეთ როგორი ძველი, აი ესეთი არც ისე სუფთა მაგიდის გადასაფარებელია. აი ეტყობა კიდევაც რომ დამწვარია, არ ვიცი, მაშინ რომ როცა შეიძლებოდა სიგარეტის მოწევა თუ ეხლა უკვე დამწვარი ვერ გეტყვით, ზემოდან კლიონკა, ესეთი გამჭვირვალე კლიონკა დევს, გაფორმება ისევ და ისევ ხელოვნური მცენარეებით და ყვავილებით, ყველაფერი არის ხელოვნური, ეს ეტყობა მათი არჩევანია. ძალიან უბრალოა, თუმცა მე ვხედავ, რომ დარბაზი არის სუფთა. უბრალოდ ძალიან ძველი ავეჯია, აი შეხედეთ როგორი ავეჯია. ავეჯი, ინვენტარი, ჭურჭელი, ყველაფერი არის, კედლებიც კი, ეტყობა რომ ახალი არ არის. თუმცა აი იატაკი, რასაც მე ვუყურებ, ეს რაღაც ლინოლიუმია, მე როგორც მივხვდი, იატაკი არის სუფთა. აი შეხედეთ. აი ეს არის დალაგებული. აი ეს არის დალაგებული. აი ამას შეხედეთ, აი აგ კიდე ტარაკანა მკვდარი. ტარაკნები ყველგან არის აბსოლუტურად. ამას შეხედეთ, ჩაიხედეთ. რაია. აი ჩახედეთ თქვენ თვითონ და მიხვდებით რა არის. ეს ახლა ჩავარდა რაღაც. აი იქაც არის ჩავარდნილი, ქალბატონო. ყველაფერს რეცხავ. კი, აი აგერაც არის, ნახეთ ჩავარდნილი, აი აგერაც არის. თქვენ რო რეცხავთ, გიყურებთ, მაგრამ ნახეთ ხო და ამდენი რატოა, აი აგერაც, აი ჩავარდნილი. გადარა წამალი არის ხმარა ჩვენმა უმროსმა, მოიტანა. ხო და მოვაყარეთ ყველა კუთხეში წამლავთ ისეთეს, ვერაფერი ვერ მოუხერხეთ ჩვენა. კარგი, გავიგე. სპეციალური კომპანიები არსებობს და იმ კომპანიას დაუკავშირდით და ეგებ აი მაგათმა გიშველონ, მაგრამ კარგით კომპანიას დავანებოთ თავი. ტარაკნები გავიგეთ, ებრძვით, მაგრამ აი აბლაბუდებს როგორ ებრძვით? არა, გასაგებია თქვენ რო არ ახართ, მაგრამ ვიღაცამ ხო უნდა გაწმინდოს, აი ესე ხო არ, აი ვერ წოდები, თუ იწმინდება რატოა მაშინ? რატოა მაშინ? აი ესეთი მდგომარეობა სამზარეულოში არ უნდა იყოს არანაირად. აი კედელიც ცუდ მდგომარეობაში არის. ამას შეხედეთ, ქვედა ტერიტორიას შეხედეთ რა მდგომარეობაა და ეს არის სამზარეულო, სადაც უამრავი ადამიანისთვის საჭმელი მზადდება და აი აქ. ყველგან აბსოლუტურად სადაც ფეხი გადავადგეთ, აბსოლუტურად ყველგან εν რაოდენობით ტარაკნები ვნახეთ. ბუხარში რა არის? გრამი ხარია, ბატონო. აბა დარბაზია ვერ მოტიმავს, შევიდე დარბაზად ქირავდება. დარბაზად რო ქირავდება, ამდენი ტარაკანა რო ყავთ, ეს ნორმალურია და კიდე ჩემზე მოგდით ბრაზი. ჩემზე რატომ მოგდით ბრაზი? თქვენ თავს გაუბრაზდით, რომ კომპანია ვერ მოიყვანეთ და ტარაკანა ვერ გამოლიეთ აქ. ჩემზე რატომ მოგდით ბრაზი? რა არის ბატონო, მე თქვენთან ვიყავი რამოდენიმე წლის უკან, მაშინაც იგივე მდგომარეობა იყო და იგივე აი ნახეთ, აი ტარაკნები შეხედეთ, არ უნდა არცად და აი კი ბატონო, მივდგები და გადავიღებ. აი ამას შეხედეთ რა მდგომარეობაში არის. ეს არის ხორცი დაბასტორმებული. შეხედეთ, ხელის მოკიდება, ეს არის ვითომ და ერჯერადი, მაგრამ ეს არის ნაყინის
ყუთი გამოყენებული რაღაც შიგნით არის ნიგოზი გატარებული, ანუ კონტეინერად გამოიყენება. კონტეინერები დასასუფთავებელია და მაცივარით კატასტროფულად დასასუფთავებელია. აი ამის დალაგებას რა უნდა? აი ჩახედეთ. აი ნახეთ. აი ეს არის ცომის კონტეინერი. არ შეიძლება ესეთ მდგომარეობაში იყოს პროდუქტი, ნახეთ, აი რა მდგომარეობაშია და ერთჯერადი კონტეინერები გამოყენება არ შეიძლება, მრავალჯერად ეს ძალიან კარგად და ბევრჯერ ვთქვით უკვე, მაგრამ მაინც გამოიყენება და არავითარ შემთხვევაში კოროზირებული მაცივრების დატოვება არ შეიძლება, უნდა შეიღებოს და უნდა დასუფთავდეს. ვაიმე! ეს უნდა განახოთ. აი ამის გამოცვლა მაინც ასეთი რთულია. და იქაც ნახეთ აი თაგვების წრუწუნის ექსტრემენტი. და მაცივარში აი ასეთი ის იყოს საფარი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ის უნდა სუფთავდებოდეს. და მაცივარი უნდა ლაგდებოდეს. სტიკერები მე აქ არ მომითხოვია, იმიტომ რომ აბსოლუტურად არც ერთი სტიკერი არ მინახია. მაცივრები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, ცუდ მდგომარეობაშია. აქვე არის კიდე დამხმარე ტერიტორია. აი სადაც ქალბატონები გაიცნო და დაიმალეს, აი ეს ტერიტორია არის. აქ ძაღლი არის ჩაკეტილი ამ წუთში, ნუ მოასწრო და შემოვიდა. ესეც როგორც ალბათ საწყობად გამოიყენება. ხოლმე ეს ნაგვის ყუთია, საწყობად გამოიყენება და იმედია აქ არაფერს არ ამზადებენ, თუმცა გარკვეული რაღაცაები აქაც არის. ძალიან მწუხვარ, ეს არის ზიანტი სანიტარია, ზებენზური ობიექტი, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი არ ეშველა, ჩვენ წლების უკან აქ ვიყავით და მე ვითომ გამოსწორდა, მაგრამ დავბრუნდით და ისევ ის სავალალო მდგომარეობა დაგვხვდა, ისევ ის სანიტარია და ისევ აი წერების და მღრღნელების ბუდე. და ბოლოს საპირფარეშო, აი არ ვიცი ეს რატო აქ, ამდენი რაღაცა გადაგდებული ინვენტარია. საერთოდ უცხო ნივთი რესტორანში არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ესეც ქმნის გარკვეულ ესთეტიკას, ხო? უმეწება ხელი ამ კარზე, მოდით შევიდეთ. სუფთა, თუმცა ყველაფერი არის ძალიან ძველი. მაგალითად, ეს არის არასამუშაო ნიჟარა, თქვენ ხედავთ რომ ონკანი არ არის და იმედია აქ მოდის წყალი. ცივი წყალი მოდის. რაღაცა თხევადი საპონი არის. არის აი ესეთი ერთჯერადი ხელსახოცი. ყველაფერი არის ძალიან დაჟანგული. ოი. ვაიმე. რაღაცა წყალი გასდის ონკანს. აი რა გითხრათ რა, აბლაბუდებიც არის. ტვერიც არის. თუმცა მცდელობა დალაგების არის ნამდვილად, მაგრამ ძალიან არასასიამოვნოა. პირდაპირ გეტყვით, აი ესეთი კაბინებია. აი ახლა მოვიდნენ რესტორანში ზუსტად ტურისტები, მოიკითხეს, ანუ მუშაობს რესტორანი და რა თქმა უნდა ის მთელი რიგი დარღვევა, აღარ ვიტყვი უკვე იმ წერილებზე, რომლებიც ჩვენ მივიღეთ მომხმარებლებისგან, რა თქმა უნდა არ არის მისაღები. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რესტორანი იასონი ფოთში გამოსწორდება.